16 ოქტომბერს ნამდვილად ჩვენ ერთობლივად აღნიშნეთ მსოფლიო სურსათის დღე, გაერო სურსათი და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ზუგდიდის მერია. ეს ღონისძიება ზუგდიდში აღენიშნა და მრავალფეროვანი აგრობაზარი იყო წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე. რატომ წყალი? წყალი არის ერთ-ერთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ უკვე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა ადამიანის და უმნიშვნელოვანესია ადამიანის კეთილდღეობისათვის. საქართველო წყალუხვი ქვეყანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება წყალს და წყლის მდგრად მოხმარებას. ვინაიდან ამოწურვადი რესურსია ეს და განსაკუთრებით მტკნარი წყალი და საჭიროებს მდგრად მოხმარებას, გონივრულ მოხმარებას და სწორედ ეს გზავნილი მიმართულია იმაზე, რომ ცნობიერების ამაღლება მოხდეს საზოგადოებაში, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბუნებრივი რესურსი ადამიანების ცხოვრებაში და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში. ვინაიდან სოფლის მეურნეობის სექტორი არის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი წყლის რესურსის, ის მოიხმარება ძალიან აქტიურად აგროსასურსათო სისტემებში, ასევე ირიგაციაში. და ჩვენი მიზანი არის, რომ სწორედ რომ ირიგაციის ამ სექტორში მოხდეს ტრანსფორმაცია, გადავიდეთ ახალ მეთოდებზე მორწყვის, როგორიც არის მაგალითად გამოვიყენებთ წვეთოვან სისტემებს, გამოვიყენებთ მულჩირებას, რაც ხელს უწყობს წყლის რესურსის დაზოგვას. და ამ სურსათის დღეზე სწორედ რომ ჩვენ გამოვავლინეთ FAO-ს, სურსათის გმირი, ფერმერი, რომელიც კახეთში ნაკვეთს სწორედ აი ამ სისტემის გამოყენებით ამუშავებს და ამით მან შეძლო პროდუქციის გაზრდა, ისევე როგორც ხარისხის გაუმჯობესება, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური საქმიანობის უკვე წარმოებას და ამავდროულად წყლის დაზოგვას. სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, თქვენ ახსენეთ ხარისხის გაზრდა, რამდენად მნიშვნელოვანია წყლის დაზოგვა, რას უწყობს ეს ხელს, რასთან არის პირდაპირ კავშირში წყლის დაზოგვა და მდგრადი მოხმარება? კი ბატონო, კი მდგრადი მოხმარება მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნე, ადამიანების კეთილდღეობისათვის და მდგრადი მიზნების მისაღწევადაც, რაშიც საქართველო გაერთიანებულია. მდგრადი მიზნების ერთ-ერთი მიზანი 6 არის შეეხება სწორედ წყალს და სანიტარიას და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 20-30 წლისათვის უნდა მოხდეს წყლის სისტემის იმგვარი მოწყობა ქვეყანაში, რითაც შესაძლებლობა მიეცემა თითოეულ ადამიანს, რომ ხელმისაწვდომი და თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის. ეს მიზანი, ასე ვთქვათ, ნაციონალიზირებული არ არის ქვეყანაში, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები არის გადადგმული. თქვათ, თუ მთავრობის შესახებ ვისაუბრებთ, საქართველოს მთავრობამ სულ ახლახანს მიიღო კანონი წყლის ბუნებრივი რესურსების შესახებ, რაც ნამდვილად გადადგმული ნაბიჯია და იზიარებს სწორედ წყლის მდგრადი მოხმარების პრინციპებს. ეს ხელს უწყობს ასევე ევროკავშირთან დაახლოებას და ხელს უწყობს ამავდროულად აღნიშნული მდგრადი მიზნების მიღწევასაც. ამავდროულად არსებობს ქვეყანაში ირიგაციის სტრატეგია, რაც ხელს შეუწყობს ეტაპობრივად აი ამ ახალ მეთოდებზე გადასვლას და ეს მნიშვნელოვანია, რომ დაინერგოს კერძო სექტორში, ვინაიდან კერძო სექტორი მე ვგულისხმობ სოფლის მეურნეობაში კერძო სექტორს არის ასევე მნიშვნელოვანი მომხმარებელი და მათი ძალისხმევა აუცილებელია იმისათვის, რომ მთავრობასთან ერთად, რა თქმა უნდა, მათი ძალისხმევაც მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ წყლის რესურსის დაზოგვა. რამდენად აცნობიერებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები ამ ყოველივეს და ზოგადად რამდენად მაღალია ცნობიერება მათში, რამდენად მზად არიან, რომ ამ ახალ მეთოდებს, ასე ვთქვათ, გაუმკლავდნენ და შეეჭიდონ. აი სწორედ ეს 16 ოქტომბერს აღნიშნული ღონისძიება, მსოფლიო სურსათის დღე, სწორედ მოწოდებული იყო იმისათვის, რომ მოვახდინოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია ფერმერებს, საზოგადოებას ზოგადად მივაწოდოთ ინფორმაცია ამ მდგრადი მოხმარების პრინციპების შესახებ. თუ ეს კარგად არის მიწოდებული მათთვის ახსნილი განმარტებები, მიწოდებული
მიწოდებული, მაშინ რა თქმა უნდა მათი მზაობა ყოველთვის მისასალმებელია ხოლმე და ჩვენ ვამჩნევთ. FAO ახორციელებს არაერთ პროექტს სოფლის მეურნეობის სექტორში და უშუალოდ ვმუშაობთ ფერმერებთან. მათი ინტერესი ყოველთვის მაღალია ხოლმე თანამედროვე მეთოდებზე სოფლის მეურნეობაში და თუ ეს ჩვენ მივიტანეთ თითოეული ფერმერის ყურამდე და ეს მეთოდები გავუზიარეთ, ვაჩვენეთ, რასაც ჩვენ პრინციპში ვაკეთებთ საველე სკოლების მეშვეობით და ლიდერი ფერმერების მეშვეობით, ეს ყოველთვის მისასალმებელია ხოლმე. როდესაც ფერმერები ნახავენ, როგორ იზრდება პროდუქტიულობა, როგორ იზრდება ხარისხი წარმოებული პროდუქციის ფერმაზე ან ნაკვეთზე, ყოველთვის მერეც სურთ, რომ ეს იგივე მეთოდები, თანამედროვე ტექნოლოგიები გადაიტანონ საკუთარ ნაკვეთზე და იმუშაონ აი სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით. ნახულობენ სარგებელს უკვე კონკრეტულად. კი, ნამდვილად ასეა.